მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ხართ და იმაზე უფრო მეტნი, ბევრი ნაცნობი არ ბევრიც უცნობი. ვისაც თურმე აინტერესებს ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორია ცოტა იმედია უჩვეულო და აქამდე არნაცადი ხერხებით მოთხრობილი. მე ვარ ლუკა ნახუცრიშვილი, ზოგადად ვასწავლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რასაც ქვია კრიტიკული თეორია, რაღაცა ეგეთ დარგს, რომელიც ბევრი დარგის გაერთიანებას ცდილობს რაღაცნაირად კრიტიკულად გადაიაზროს ჩვენი აწყოსთვის აქტუალური პერსპექტივებიდან, რაღაც საჭირო როტო ან ცნებები, ან პრობლემები, მთელი თქო ისტორიული ეპოქები და ასე შემდეგ, ხო? ეს კურსიც გარკვეულწილად რაღაცნაირად ამ მიდგომაში ჯდება, იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს პირველი რესპუბლიკა იქნება თუ ზოგადად ხო, მესამე დასი, რასაც ქვია ხო, ის მემარცხენე მოძრაობა, რომელიც დაიწყო 1890-იან წლებში ყველას პირზე აკერია, სკოლაშიც ყველანი რაღაცნაირი ფორმით სწავლობთ. რაც ოფიციალური სახელმწიფო მეხსიერების პოლიტიკის ნაწილიც არის, მაგრამ მე ვეცდები ვაჩვენო რეალურად და განსაკუთრებით ამ შესავალ ლექციაში რამდენი რაღაცა უბრალოდ კი არ ვიცით, არამედ რამდენი რაღაცა მრუდეთ ვიცით და რამდენი რაღაცა საჭიროებს ფოკუსის გასწორებას იმისთვის, რომ რეალურად აღვიქვათ რა იყო ის არსებითი პრობლემები, რასაც მაშინ აწდებოდნენ ეს აი ამ დიდი რევოლუციური მოძრაობის წევრები, თუ ის ხალხი, ვინც ჩაერთო, ხო, ან ვინც გაჰყვა მერე ამ მოძრაობას, და საერთოდ რა პრობლემები იდგა, ხო, მათ წინაშე. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე იმის განცდა, რომ ჩვენ დღეს რა წარმოდგენებიც გვაქვს და ზოგადად რაც არის ჩვენში დღეს გამჯდარი რწმენები, კრიტერიუმები, ხო, შეფასების კრიტერიუმები, იმითი ვუყურებთ ხოლმე ამ წარსულს და გვაქვს რაღაცა განცდა, თითქოს ძალიან ახლობელია და ნაცნობია, ხო, იგივე ენაზე მეტყოლებენ თითქოს, მაგრამ სინამდვილეში ნახავთ, რომ ძალიან ბევრი რაღაცა უბრალოდ სრულიად სხვანაირად ლაგდება, ხო, სხვანაირი ლოგიკა მუშაობს, ახლოდან როცა დავუკვირდებით ტექსტებს, პერსონაჟებს, მოვლენებს, იმას თუ ვის როგორ ახსოვს, თქვა ესა თუ ის მოვლენა და ასე შემდეგ, ხო? ხა დღეს შეიძლება ცოტა ისეთი მძიმე დასაწყისი გამოგვივიდეს, იმიტომ რომ ესეთი უფრო ზოგადი შესავალი არის იმაში თუ აი რა არის მიდგომა ჩემი საერთოდ, ხო? ანუ რა პრინციპით დავალაგე მასალა, რა მეთოდოლოგიით, ხო, რა თეორიული მიდგომით მინდა რომ გაშუქდეს, ხო, ეს მთელი ეს მასალა რაც უნდა განვიხილოთ, ხო, რა არის გამოწვევა, რაც გვიდგას საერთოდ, ხო, მაგრამ ნუ ამის გარეშე მე მგონი ხო ესე არ გამოვა, ხო, მთლად. ანუ იდეაში ხა რასაც ეხება ზოგადად ეს ჩვენი კურსი, აი ძალიან მოკლედ იდეაში შეიძლება ხო მოყვე ეს ორ წუთში და დავამთავროთ ყველაფერი, ხო? ანუ რაღაცა ეს ქრონოლოგია რა არის, ხო? ანუ 1890-იანი წლებიდან თქვა და თერგდალეულების მიერ შემზადებულ ნიადაგზე ჩდებიან ეს ეგრეთ წოდებული მესამე დასელები, ხო? რომლებიც რაღაცა ამ თერგდალეულების ნაკვალებზე რაღაც ახალ მიზნებს ისახავენ, უკვე ხო უფრო რაღაც ესეთ რადიკალურს, ასე ვთქვათ. ეს ხალხი ანუ სოციალური ემანსიპაციის დროშის ქვეშ საკმაოდ ფართო საზოგადოებას, ხო, პირველ რიგში ქართულენოვან საზოგადოებას ხო, აიყოლიებს, ხო, მათთან ერთად გაივლის აი 1905 წლის პერიოდში მომხდარ პირველ რუსულ რევოლუციას, ხო, ეს მასობრივი მხარდაჭერა აძლევს და ეს განსაკუთრებული ორგანიზებულობა აძლევს აი ამ მესამე დასს იმის რომლებიც უკვე მენშევიკები არიან, ხო, იმ რაღაც ერთიანი
რუსეთის იმპერიაში შემავალი ყველა იმ სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ხო, რაც არის გაერთიანება, ერთიანის მუშათა პარტია, იმისი ეგრეთ წოდებული მენშევიკური ფრთის წარმომადგენლები ხდებიან უმეტესობა, ხო? ქართველი სოციალ-დემოკრატების, ხო? რომელსაც ვთქვათ ბოლშევიკები აქ კავკასიაში უმცირესობაში უდგანან, ხო? და ეს რაღაცა ფართო მხარდაჭერა საზოგადოებრივი ჩვენთან აი ამ ჩვენს მენშევიკებს ძენს იმ რაღაცა წონას, რომ მათ უკვე ესე იგი 1918 წელს ლიდერობა ითავონ, როცა დგება ხო ეს დამოუკიდებლობის მომენტი, აფუძნებენ თანამედროვე ტიპის ეროვნულ სახელმწიფოს, ხო, ესე იგი მოგვიტანენ ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ კონსტიტუციას და ნუ მე ეს პოლიტიკური პროექტი ეწირება საბჭოთა ოკუპაციას, ხო? ანუ ეს არის ყველაზე ზოგადად მარტივად და ესე საყვალპუროდ რაც გასაგებად როგორც ლაგდება ეს თლიანი რაღაცა რკალი ასე ვთქვათ, ხო? და რაღაცა ყველაფერი ძალიან ფიქსირებული და თავის ადგილზე არის, ხო? და აქ მე შეგიძლია უკვე შენს გემოზე მიამატო, თქვა დამატებითი ბიოგრაფიული მასალები, გაამდიდრო ხო 1000-ნაირის არქივო ცნობებით, იმითი, ამითი, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად ჩაწიწიკებული რჩება, ხო? უბრალოდ ასეთ ხრობაში ადგილი აღარ რჩება თითქოს იმისთვის, რომ წამოჭრა პრობლემები, ხო? აი თქვა რა არის მოახდინო რაღაც საკითხების პრობლემატიზაცია, ხო? იმიტომ რომ იკარგება გარკვეულწილად იმ მithmetes თუ ეს ტრადიციული ისტორიკოსების მიერ დაწერილი ამბავი არის, იკარგება პრინციპში აი იმ დინამიკის განცდა ძალიან ხშირად, აი რომელიც თქვათ განგვაცდევინებდა როგორ მოხდა თქვათ რომელიღაცა ჯგუფის ან რომელიღაცა ამ რევოლუციური ფიგურის პოლიტიზაცია საერთოდ, ხო? რა ენაზე მეტყველებდნენ, რატომ მეტყველებდნენ იმ ენაზე, რასაც მეტყველებდნენ, ხო? რა კოდებს იყენებდნენ, ხო? ან რა იყო ის წარმოსახვითი სამყარო, ხო? ან ზოგადად ის სოფხედველობა, ის ჰორიზონტი, რაც მათ ჰქონდათ, ხო? და რა იყო ზოგადად ის ლოგიკა, რომელსაც მათი ქმედებები თუ მათი ნაწერები მიყვებოდა, ხო? და რაც მათ ყველაფერს, რაც მათგან დაგვრჩა, სცენს რაღაცა თავის მიზნობრიობას, ხო? რა იყო ის ძრავა, ხო? რაც ამ ყველაფერს სცენდა რაღაცნაირ საზრის, ხო? და კარგავთ აი ეს რაღაცა ყველაფერი თითქოს ფიქსირებული რო არის და გასაგები და თავისთავად ცხადი, კარგავთ იმის აღქმას თუ როგორი გაუთვალისწინებელი წინასწარ განჭრეტადი არ იყო, ხო, როგორი მოულოდნელი იყო ძალიან ბევრი მოვლენის განვითარება იმ სახით, როგორთაც განვითარდა, ხო? და როგორ უწევდათ მათ გამკლავება მათვისვე სრულიად რაღაცა სიურპრიზად თავს დატეხილ რეალობებთან, ხო? მათ შორის როგორიც იყო დამოუკიდებლობა თუნდაც, ხო? და როგორ უწევდათ რაღაცა შარი ხეირად მოებრუნებინათ, რაღაცა შანსებად გადაექციათ, ასე ვთქვათ, ხო? ის რაც იდეაში უნდა ასეთი შარი ყოფილიყო, და აი ეს რაღაცა მუდმივი დუღილის ხარშვის მდგომარეობა არის, რაღაც მუდმივი მუშაობის მდგომარეობა არის, რაც მინდა რომ გამოკვეთო, იმისაგან რომ რაღაცა ეს მზამზარეული მოცემულობები კონდეს, ხო? სადაც თქვა რაღაცა არის სახელმწიფო, არის თქვა რაღაცა მოძრაობა, არის რაღაცა ეროვნულობა, ანუ რაღაცები რაც გონია რომ გასაგები არის იმ თავითვე, ხო? ეს პოლიტიკური გამოცდილება გვინდა, მოკლედ, და ამ პროცესის მოხელთება გვინდა, რომ რაღაცნაირად მოახერხოთ, ხო? აი როგორც დღეს ჩვენ, რა ვიცი, ხო, ვიცით, რომ ვართ რაღაცა ღია პროცესში და ხო ყოველდღიური განცდა არის იმისი, რომ გასაგები რაღაცა ლოგიკაში, რაღაცა ენაში რაციონალიზირებთ, ხო, რაღაცა ენაში ვარტიკულირებთ, ხო, ჩვენს წუხილებს, ხო, კრიტიკას, სურვილებს, პოლიტიკურს თუ სხვას, მაგრამ მაინც რაღაცა წინასწარ განუსაზღვრელ ველში ვართ, ხო? აი რაღაცა ეგეთივე, როგორც აი ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ, ხო, ჩვენს აი ესეთ ღიაობას, რაღაცა ეგეთსავე ღიაობაში რომ მოვიხელთოთ ეს მაშინდელი სიტუაციები, ხო, მაშინდელი პერსონაჟები, რაღაცა ეგეთის ცდა მინდა, ხო? და აი ეს რო თქვი რომ ეს მათივე ლოგიკა რა იყო მეთქი, ხო? ეს რომ უნდა აღვადგინოთ გარკვეულწილად, ხო? ისაგერად რომ მოვახვიოთ
თავს ან იმის ვაკეთოთ, რომ ის ამოვიკითხოთ მათ ქმედებებში თუ მათ ნაწერებში, რაც ჩვენთვის ისეაც ცხადი არის, ხო, ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, ხო, და რაც ჩვენი სოფხედველობა არის, ასე ვთქვათ, ხო, ეს გვჭირდება იმისთვის, რომ უბრალოდ რაღაცა არაადეკვატური პრეტენზიები არ წაუყენოთ ამ ხალხს, ხო? აი თქვათ ერთ-ერთი პირველი ბარიერი, ხო, რაც თქვათ აი არსებული მიდგომები რო ჩამოვთვალოთ აი პირველ რესპუბლიკასთან თუ აი პირველ რესპუბლიკის დამფუძნებელ სოციალ-დემოკრატებთან არსებობს, ხო? არის ეს უფრო ესეთი ნაციონალისტური, კონსერვატორული, და თქვა ილია ჭავჭავაძეზე ორიენტირებული ხაზი, ხო? რომ თქვა ესენი იყვნენ უსამშობლოები, რაღაცა, ხო, ილიას კულელები, დამოუკიდებლობა არ უნდათ და ასე შემდეგ, ხო? რაღაცა მთელი კლიშეების წყება აბსოლუტურად აცდენილი იდეაში იმასთან რა დინამიკაც იყო და რა რეალობაც იყო მაშინ აცდენილი იმასთან როგორც აღიქვამდნენ თვითონ მაშინდელი აი საზოგადოებრივი ჯგუფები იქნებოდნენ ეს მესამე დასი მეორე პირველი თუ სხვა თავიანთსავე თავს როგორ აღიქვამდნენ თავიანთ ერთმანეთთან თუნდაც აი პოლემიკას რომელიც ჰქონდათ ხო და ანუ ვერც ვიგებთ თქვა რატო იყო რომ მართლაც 1918 წლამდე ასე არ დამდგარა ეს დამოუკიდებლობის საკითხი ხო და უნდა გავიგოთ აი ეგ ხო იმის ვაგერად რომ თქვა უბრალოდ უსაყვედუროდ რაღაცისთვის რაც დღეს არის აი ესეთი თავისთავად ცხადი თითქოს ღირებულება ხო რა დამოუკიდებლობა როგორც ასეთი არის რაღაცა ისეთი რაც თავისთავადი ღირებულება არის ხო მეორე ამბავი არის თქვათ რომ მეორე ხაზი ესეთი რომელიც ასევე ძალიან აქტიურად ცდილობს რომ რეაბილიტაცია გაუკეთოს ამ პირველ რესპუბლიკას ხო პირველ რიგში ზუსტად ამ დამოუკიდებლობის ფაქტორს უსვამს ხაზს ხო და მიაჩნია რომ ეგ არის მთავარი ღირებულება ხო ანუ მაქსიმალურად ცდილობს რომ გაფილტროს მაქედან აი ის რო თქვათ ხო სოციალიზმი იყო თქვათ ის იდეოლოგია რომელიც წარმართავდა ხო ამ სახელმწიფოს პროექტს ის რო რევოლუციიდან წარმოიშვა ეს სახელმწიფო ხო თან წარმოიშვა რუსეთის რევოლუციიდან ხო რომელიც რაღაცნაირად ამ კავკასიურ პერიფერიაშიც აისახა და თავისი რაღაცა განვითარება ჰპოვა ხო ანუ ეს ყველაფერი რაღაც ისეთი უხერხულობები არის რომლებსაც აი ეს ხაზი სიამოვნებით გაფილტრავს ხოლმე ხო რომ დარჩეს აი ეს რაღაცა უფრო სტერილური დამოუკიდებლობის ცარიელ დამოუკიდებლობის ნიმუში რომელსაც აი დღევანდელი პერსპექტივიდან რაღაცა როგორც პირველ ეროვნულ სახელმწიფოებრივ მაგალითს ისე ჩაებღაუჭები ხო ზედმეტი აი ამ რაღაცა მინარევების გარეშე ხო ანუ აი ნორმალური სახელმწიფოს იდეა არის ხო რომელსაც ახლა თქვათ მესამე მიდგომა როა იყოს კაცმა ყველაზე ესეთი გავრცელებული ასევე ხო ნუ მაინც უფრო მარგინალური არის და თქვათ შეგვხვდებათ უცხოენოვან უფრო ესეთ მემარცხენე ორიენტირებულ სამეცნიერო წრეებშიც მაგრამ თქვათ რაღაც კიდევ უფრო მარგინალურად თქვათ ჩვენთანაც და ნუ საბჭოთა ნარატივზე დგას ძალიან ხშირად ეს ხაზი ეს არის რომ აი სწორედ აი ეს ნორმალურობა თითქოს ხო ამ პირველი რესპუბლიკის მაგალითად და ზოგადად აი მენშევიკების ხო და მენშევიზმის როგორც სოციალ-დემოკრატიის შიდა განშტოების ხო იყო რაღაცნაირი რომ ისინი იყვნენ ფაქტობრივად აი ნამდვილი ოქტომბრის რევოლუციის მტრები, ხო? ანუ აი ის რევოლუცია, რომელიც თებერვალში მოხდა 1917 წელს, ნუ იდეაში იყო პირველი გაბრძოლება და მერე მოხდა ჭეშმარიტი რევოლუცია ბოლშევიკური, ხო, ოქტომბრის რევოლუციის სახით 17 წელსვე და ნუ მენშევიკებმა არ მიიღეს ეს რევოლუცია, უღალატეს ფლიანთ რევოლუციას და რაღაცნაირად ესეთ ბურჟუა ჩვეულებრივ სახელმწიფოებრივ მოხელეებად იქცნენ, შეეკურნენ ათასნაირ ესე იგი დასავლელ კაპიტალისტ ემებს, ხო, იმპერიებს და იქცნენ უკეთ ესე იგი დასავლეთის დამქაშებად და აგენტებად, ხო, და კოლაბორანტებად, ხო? და ფაქტობრივად ისინი აღიქმებიან როგორც აი რაღაცა ბარიერი, რომელიც აი ამ მოსკოვიდან მომავალ ჭეშმარიტ რევოლუციას წინააღმდეგება
კავკასიაში, ხო და რომელიც იდეაში უნდა ჩაყლაპულიყო, რომ რევოლუციას გაიგრძელებინა თავისი ექსპანსია, ხო? ოღონდ აქ აღმოჩნდება, რომ სრულიად ძალიან ბევრი ახალი მასალა გამოიკვეთა, ხო? საარქივო იქნება ეს თუ სხვა, ხო, რაც გამოქვეყნდა კიდევაც ან რაც გახდა ხელმისაწვდომი, ხო, მას მერე რაც გაიხსნა ეს საბჭოთა არქივები, ხო? და ძალიან ბევრი ახალი მასალა გამოიკვეთა, რომელიც უბრალოდ სრულიად სხვანაირ სურათს გვიხატავს, ხო, რომელიც ერთნაირად აცდენილი არის, როგორც პირველ, ისე მეორე, ისე მესამე აი ამ რაღაც მიდგომასთან, ხო? და გვაჩვენებს, რომ რაღაცა ისეთ ნაზავს, ხო, ისეთ გადაკვეთას აი სახელმწიფოებრიობის, რევოლუციის, ხო, სოციალიზმის, ეროვნულობის იდეას შორის, ხო, რომელიც აი ესეთი აი ნაზავის სახით არც ერთი ამ ხაზისთვის აღქმადი არ არის, ხო, ყველა რაღაცას ფილტრავს აი ამ სრულიად უნიკალური ნასკვიდან, ხო, რომელიც მივიღეთ პირველი რესპუბლიკის სახით, ხო, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მართლა ეს არის რაღაც პერიფერიაში წამოწყებული პროექტი, რომელიც ცენტრს, ხო, აი თქვა პეტროგრადს და მე ხო მოსკოვს განუდგა, სწორედ იმიტომ, რომ ის ცენტრი რაღაც ისეთ შრებოდა, რაც საერთოდ აცდენილი იყო პერიფერიის საჭიროებებთან, ხო, და თქვა ცენტრის პერსპექტივიდან რო უყურებ, ხო, თქვა აი რაღაც ბოლშევიკებზე კონცენტრირებული პერსპექტივიდან რო უყურებ, უბრალოდ არ აღიქმება, არ იკითხება ეს აი ეს პროექტი, რაც ეს სრულიად თვითყოფადი პროექტი, ხო, რაც რეალურად აქ აი ჩვენმა მენშევიკებმა განახორციელეს, ხო? და ახლა ამის აი ამ თვითყოფადი რაღაცა პროექტის მაშინ მოხელთებაში, ხო, თავარი მოკავშირე ჩემთვისაც, მე რომელიც არ ვარ თან, ხო, ისე ისტორიკოსი არამედ თქვა ვარ ადამიანი, რომელიც კულტურის კვლევების, ლიტერატურათმცოდნეობის რაღაც ბევრი ესეთი ჰუმანიტარული დარგის გადაკვეთაზე მუშაობს, ანუ ეს ისტორიკოსები, რომლებიც განსაკუთრებით ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსები, მაგრამ რამდენიმე ძალიან სახელოვანი უცხოელი ავტორიც, ხო, თქვა სტივენ ჯონსი იქნება ეს თუ რონალდ სიუნი, მათი დამსახურებაა, რომ რეალურად გამოიკვეთა აი ეს რაღაცა უნიკალურობა ამ ჩვენი საკუთარი რესპუბლიკური გამოცდილების, ხო, და რევოლუციური გამოცდილების. უბრალოდ მაინც მე ისევ და ისევ მრჩება ხოლმე განცდა და აქედანაც თქვა საჭიროება რაღაცა ესეთი ექსპერიმენტი, სადაც ახლა ვიწყებთ, რომ მათ აკლიათ ის მრავალდარგობრივი პრიზმა, ხო, რომელიც ისეთი რაღაცეების გადაქცევას ახერხებს შესწავლის საგნად, რაც აი ესე ტრადიციულ ისტორიოგრაფიაში არც განიხილება ხოლმე, ხო? აი მათ შორის სწორედ აი ის რომ აი ეს რა არის პოლიტიკური გამოცდილება, რაც მაშინ ჰქონდათ, ხო? ან თქვათ რა იყო ის სიმბოლური წესრიგი, რასაც ქვია, ხო? ანუ ეს წარმოსახვა, ჰორიზონტი, ხო? ეს ენა, რომელშიც მოძრაობდა ეს ხალხი, და ეს რაღაცა პროცესის ღიაობის განცდა, აი ამას თითქოს ვერ იხელთებენ, იმიტომ რომ სხვა ამოცანები აქვთ, ხო, მათ, ხო, და ეს არის ისეთი რაღაცა ეს ამოცანაც ავისახე, რაც საჭიროებს მართლა გაფართოებას ძალიან ბევრი სხვა დარგის შემატებით, ხო, იქნება ეს თქვა ეთნოგრაფია, რომელიც რაღაც ისტორიულ გამოცდილებას ცდილობს რომ მოიხელთოს, ხო, როგორი იყო, თქვა კონკრეტული ლიტერატურის ანალიზი, ხო, კულტურის ანალიზი, რომელიც ეძიება რაღაც გარკვეულ კულტურულ ფორმებს, ხო, თქვა პოლიტიკური თეორია, რამდენადაც ხო, მთელი ეს მოძრაობა მუდმივად იმაზე არის, რომ ხო, გაიაზროს რა არის რევოლუცია, რა არის საზოგადოება, რა არის სახელმწიფო, ხო, კონსტიტუციის მილიონნაირ მოდელს განიხილავენ და ცნებათა ისტორია, ამას კიდე მე უფრო კარგად შევეხები, ხო, ანუ ეს არის მეთოდი, რომელიც
გვეხმარება რომ რაღაცნაირად უფრო კრიტიკული თვალით შევხედოთ იმ ტერმინებს, ხო, იმ სამეთყველო აპარატს, რომელსაც მაშინ იყენებდნენ და უკეთ გავშიფროთ, ასე ვთქვათ, რა იყო მათი მისი სპეციფიკა, ხო? ნუ ახლა მაგალითად რატო არის, ანუ რითი განსხვავდება ეს ჩვენ რასაც ვეცდებით, ხო, ის მიდგომა იმისგან, რასაც აკეთებს მაგალითად სტივენ ჯონსი, ხო, თავის ცნობილ წიგნში სოციალიზმი ქართულ ფერებში, რომელიც მე-13 დასაწყისიდან მიუყვება 1917 წლის ჩათვლით, ხო, ნუ დამოუკიდებლობის მომენტამდე ყვება აი ამ ძალიან ასეთ ფუნდამენტურ წიგნში ქართული სოციალ-დემოკრატების ისტორიას, ხო? ესე იგი, ჯონსთან ნინოშვილი პრინციპში ჩდება ერთხელ, აი დაკრძალვისას ფაქტობრივად ერთი-ორჯერ ნახსენებია, რომ მისი მონაწილეობით ჩატარდა ეს პირველი ყრილობები, სადაც განიხილავდნენ საჭიროებო საკითხებს და ერკვეოდნენ თავიანთ იდეოლოგიაში ეს ახალგაზრდა მე-13 დასელები. ახსენებს საკვანძო ფიგურა იყო, მაგრამ ანუ ეს გარდაცვალებისას და დაკრძალვისას ეს მე-13 თავისთავად საჯაროდ აცხადებს და მაგის მერე ნინოშვილი როგორც ასეთი ქრება საერთოდ ჯონსის ნარატივიდან, ხო? და ჩვენ კიდე რეალურად ვშვრებით იმას, რომ შემდეგი ორი ლექცია მაგალითად ჩავაჯინდებით ამ პერსონაჟს, ხო? მის ტექსტებს იქნება ეს თუ მის ფიგურას ზოგადად, ხო? მის რა სოციალური ტიპაჟი იყო და თქვათ იგივე აი მისი ნაადრევი გარდაცვალება რა ტიპის დანაკლისს წარმოშობს, ხო? მაგაზე ვეცდებით რომ დავფიქრდეთ და ჯერ ესეთი როგორ განსაზღვრა აი ამ დანაკლისმა და აი ამ ნაადრევმა გარდაცვალებამ, ხო? რაღაცა უდროობამ მისი როგორც აი რაღაცა დამფუძნებელი მამის რაღაცა ლამის მითებით მოცული ხო რაღაცა ქარიზმა ხო მისი რაღაცა მითოსური ფიგურა ხო და ავტორიტეტი ფაქტობრივად ხო და მთელი მე მემკვიდრეობა რომელიც სულ უბრუნდება აი ამ პერსონაჟს ხო და ზოგადად ანუ ეს მემკვიდრეობის და ეს მეხსიერების საკითხი და რა ტიპის მეხსიერების პოლიტიკა არსებობს ამა თუ იმ პერიოდში აი იმ საკითხებზე, იმ მოვლენებზე, იმ ეპოქებზე, იმ პერსონაჟებზე, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრებთ მთელი ამ კურსის მანძილზე, ხო, იქნება არსებითი ნაწილი ჩვენივე კვლევის, ხო? არა უბრალოდ თქვათ ის რა უწერია ნინოშვილს ან რა იყო ან ვინ იყო ნინოშვილი ან თქვათ რა მოხდა პირველ რესპუბლიკაში, არამედ მუდმივად მოგვიწევს გადავხარშოთ ხოლმე და გავითვალისწინოთ რა არის ის მახსოვრობა, რაც ჩვენ გვაქვს ამ პერსონაჟებზე თუ მოვლენებზე თუ ინსტიტუციებზე, ხო? იმიტომ რომ ანუ ეს აი ეს მიდგომები რაც ჩამოთვალე, ხო, ეს ნაციონალისტური იქნება თუ ეს რაღაც უფრო ხო ეს ნაციონალისტური ლიბერალური თუ კონსერვატიული ვარიანტი თუ ის უფრო ბოლშევიკებისადმი კეთილგანწყობილი, ხო? ეს არის სწორედ ის ანუ თვალიდან გავუსწორებთ იმას, რომ ეს არის ის მოცემულობა, რაც გვაქვს, ხო? ეს არის ის მიდგომები, რითიც გაჟღენთილი არის ჩვენი საჯარო სივრცე, ხო? ჩვენივე თქვათ შეიძლება სასკოლო წიგნები, ყველაფერი ის, რაც როგორც წესი გვხდება ესე, ხო? სტატიების წიგნების სახით და ამიტომ ძალიან რთულია განაცალკევო აი ეგ მიდგომები, რომლებიც დღეს არის ესე დომინანტი იმისგან, რაც ეს საკვლევებს აგნად გვაქვს აღებული, ხო? ან მუდმივად ყოველჯერზე უნდა გაიარო აი ეს რაღაცა კრიტიკის ცეცხლში უნდა გაატარო, ხო? ეს მიდგომები და არასდროს არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ შენ ახლა ადგები და უბრალოდ დინოშვილს რა ვიცი, პირდაპირ წვდები, ხო? იმიტომ რომ მთელი განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში უშველებელი ბევრი მელანი დაიღვარა, ხო, ბევრნაირად წარმოჩინდა, ხო, ბევრნაირად მოხდა მისი გადააზრება. მეერეც ვთქვათ, აგერც კარლო ყაჭარავას ნახატი რო არის, ანუ კიდე რაღაც სხვანაირი ათვისება მოხდა 90-იან წლებში, ხო, გარკვეული ტიპის დავიწყებაც შედის ამ ყველაფერში, ხო?
ანუ აი ეს ხო არის ისეთივე ფუნდამენტური ნაწილი ხო ჩვენი ამ კურსის როგორც ზოგადად რაღაცა ფაქტებზე ან რაღაცა მოვლენებზე მსჯელობა ხო იმიტომ რომ ანუ აი ეს მეხსიერება ხო ანუ რითი არის თან ესეთი საშიში და მაზალო რაღაცა რომ ერთის მხრივ თქვა შეიძლება დღეს ყოველფეხის ნაბიჯზე ხდებოდეს თქვა პირველი რესპუბლიკის მეხსიერება, მაგრამ მაგაზე ანუ იმაზე უფრო მეტად თუ რას გამახსოვრებს, ხო? შეიძლება სიმპტომური და საინტერესოც და ასე ვთქვათ, პრობლემურიც იყოს ის თუ რას გავიწყებს, რას ფილტრავს, ხო? რას ხდის რაღაცა ერთგანზომილებიანს, ხო? ეს არსებული მეხსიერების პოლიტიკა, ხო? ამიტომ არის რომ უბრალოდ ვერაული გვერდს, ხო? აი ამ რაღაცა მუდმივ კრიტიკას ხო ან იგივე საკუთარ თავში ძიებას იმისი ახლა მე ამ რაღაც დაშვებას რო ვაკეთებ ხო არ არის ახლა ეს ისევ და ისევ განპირობებული იმითი რაც ისედაც აი ესე ჰაერში ტრიალებს და რაღაცა ესეთი გადაუმოწმებელი წინასწარ დაშვება არის ხო მაგრამ თან კიდე ერთი ამბავი არის რომ ამ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ რომ უბრალოდ ავდგებით და აი მოვახერხებთ რომ აი ამ ძალიან თვითკრიტიკულობით და იმითი რომ გადავფერთხოთ რაღაცნაირად ხო ეს თითქოს ეს დალექილი შრეები ხო აი იმ მიდგომებისა რაც ვახსენე ხო რომლებიც სხვადასხვანაირად შეიძლება ამრუდებდეს ხო ჩვენს აღქმას ხო იმისა თუ რა ხდებოდა ან ვინ იყვნენ და რა იყვნენ ხო ეს სოციალ-დემოკრატიის თავარი პროტაგონისტები ხო ანუ ისევ და ისევ არც ერთ მომენტში არ იქნება ეს რომ რაღაცა აი ავდგებით და ბოლოს მივახწევთ აი ნაღდ ორიგინალ შრეს რომელიც აი ესე გველოდება მზამზარეულად ხო არამედ თვითონ აი ეს ახლა რასაც შურებით ხო და აი ესე რომ ვაყენებთ საკითხს და რომ ვიწყებთ აი ამ დღეს არსებული აი მწვრთნების თუ მრუდე დაშვებების და მრუდე გახსენებების პრობლემატიზაციას ხო ეს ხდება უკვე იმიტომ რომ ჩვენ თვითონ რაღაცა ტიპის საკითხები გვაწუხებს მე მაწუხებს ყოველ შემთხვევაში და ვცდილობ რომ თქვენ შეგაწუხოთ ხო რაღაც საკითხები არის რაც ეს არის რაც აქტუალურია ხო რაც საწუხარია რომლების გამოც არის საერთოდ რომ წამოიჭრება თუნდაც ხო ეს პრობლემა რომ აი რაში გჭირდება გახსენება ამ 100 წლის წინანდელი პერიოდის ხო ან თქვა აი ამ რაღაცა ძალიან დიდი რესპუბლიკის ჩათვლით 40 წლიანი ისტორიის მაინც მოძრაობის მაინც ხო მე თქვა მთელი ემიგრაციის პერიოდი რო აღარ ჩავთვალოთ ხო იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ საერთოდ ანუ ყველა ეს რაღაც საკითხი ხო თქვა იქნება ეს ხო სოციალიზმის თუ თქვა რა მიმართება არის აი მაშინდელ ასე თქვა სოციალურ ბრძოლასა და პოლიტიკურ ბრძოლას შორის ხო თქვა აი ხალხი და ის თქვა აქტივისტები ვინც რაღაცა ტიპის კავშირში შედიოდნენ ამ უფრო დაბალ მერთან ხო რაღაცა ხმაწართმეულ უფლებააყრელ ფენებთან ხო თქვა რა ტიპის იყო ის სახელმწიფო რისთვისაც ამ ხალხმა საბოლოო ჯამში გადაწყვიტა რომ ბრძოლა უღირდა თქვა ანუ ყველაფერი ეს არის რაღაც ეს საკითხები რაც აშკარად თვითონ დღეს რო რაღაც პრობლემები გვიდგას მაგიტომ არის რომ აქტუალიზდება და იძენს რაღაც ტიპის რელევანტურობას ხო ხდება სასიცოცხლო და უბრალოდ ხო ანუ გააზრების ღირსი ხო და არა ის რომ უბრალოდ რაღაცა цаრიელა თავისთავად რაღაცა ერუდიციის გამდიდრების ხუშტური არის ხო რასაც უბრალოდ ესე კაპრიზის სახით მიუყვებით ხო ხო და აქ ანუ ისევ და ისევ თქვათ საუბარი არ არის იმაზე რომ რაღაცა ტიპის ზერელე მსგავსებები შეიძლება აღმოვაჩინოთ ხო თქვათ ჩვენს პერიოდსა და თქვათ მაშინდელს შორის ხო არც მაშინ არ აკლდათ მაგალითად ესეთ რეპრესიულ გარემოსთან ბრძოლა ხო სანამ თქვათ მოხდებოდა ეს 1907 წლის ამბები ხო მაგრამ თავისთავად ისინიც და ჩვენც რა ვართ აი იმის ნაწილები რასაც ხო რაღაც მოდერნული ეპოქა ქვია ხო მთელი თავისი პოლიტიკური ეკონომიკური და სხვა გამოწვევებით და პრობლემებით ხო და იმ ტენდენციებით რაც მან წარმოშვა როგორც ვთქვათ ცენტრალურ ხო დასავლეთ ევროპაში თუ მე ვთქვათ ცოტა მოგვიანებით ვთქვათ ჩვენაირ აი პერიფერიაში ხო
რომელიც რუსეთის იმპერიის გავლით ეზიარა, ასე ვთქვათ, ხო? აი ამ თელ იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ პრობლემებს, ხო? და გამოწვევებს, რაც ამ დასავლურ მოდერნულ სივრცეში წამოიჭრა, ხო? ანუ არის ერთის მხრივ, ხო, ეს რაღაც ტიპის მსგავსება, ხო? და ამან შეიძლება რაღაც ტიპის ესეთი ზერელე, იული, ნათესაობის განცდაც გაგვიჩინოს, ხო? რომ აი როგორი ისინი არიან, ხო? ჩვენი წინაპრები, ხო? ეს რაღაცა ჟორდანია, რა ვიცი, ნინოშვილი ვიღაცა, ხო? მაგრამ ჩვენი მიზანი იქნება სწორედ ის, რომ რამდენადაც გასაგებია, რომ შეიძლება პრობლემების ბუკეტი რაღაცნაირად მეტნაკლებად მსგავსია, ხო? და რაღაც ერთი დიდი ეპოქალური გამოწვევიდან გამომდინარეობს, ხო, რომელიც შეიძლება დავიყვანოთ იმაზე, რომ კითხვაზე როგორ უნდა მიიღწეს ისეთი საზოგადოებრივი პოლიტიკური სისტემა, რომელიც მოახერხებს მაქსიმალურად შეათავსოს ერთმანეთთან თავისუფლად თანასწორობა, ხო? აი რაღაცა ესე რომ დასვას კაცმა, ხო, საკითხი, ხო? ძალიან ესე რომ მომაფიქრდა. ანუ ეს არის ის, რაც ედგათ მაშინ და ეს არის ის, რაც ვთქვათ, არანაკლებ გვიდგას დღეს, ხო? მაგრამ ჩვენი მიზანი იქნება, რომ გამოვკვეთოთ რა რეალურად რამდენად განსხვავებული იყო მათი ჰორიზონტი, მათი მართლა ის ენა, ხო, აი ჟარგონი, რაზეც ისინი მეტყოლებდნენ და ის ლოგიკა და ის მიზნობრიობა, ხო, რაშიც ისინი თავიანთ ამ პოლიტიკურ ენერგიას აბანდებდნენ, ხო? და რისთვისაც იღვწოდნენ, ხო? ეს არის მგონი მნიშვნელოვანი რომ გავითვალისწინოთ, ხო? და აი აქედან ვთქვათ, რომ გადავიდეთ თვითონ ანუ აი რატო დავარქვი, ხო? თქვათ ამ კურსს კულტურული საწყის ქართული სოციალ-დემოკრატიის, ხო? აი ძალიან მოკლედ რომ დავშალოთ მარტივ მომრავლებად ეს ცნებებიც, ხო? ანუ კულტურაში ამ შემთხვევაში გულისხმობა სწორედ რაღაცა ტიპის საზრისის ძიება, ხო? ნებისმიერი ის რაღაცა მოქმედება, რომელშიც ადამიანი ცდილობს რომ რაღაცა საზრისი იპოვოს, ხო? საზრისი გამოუნახოს თავის ცხოვრებას, ხო? რაღაცა თქვათ ისტორიას აიტკენ მიდის, ხო? და ასე შემდეგ. ხო და როგორც წესი, ამას ეს რაღაცა ტიპის, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ფორმებში ხდება ხოლმე, ხო? ეს რაღაცა ტექსტი იქნება, ხო, რაღაცა სიმბოლიკა იქნება, რაღაცა მგრძნობელობები იქნება, თუ სხვა, ხო? რაშიც ის ცდილობს რომ რაღაცა ეს ორიენტირები იპოვოს, ასე ვთქვათ, ხო? და რაც ჩვენ გვაინტერესებს უკვე უფრო სპეციფიკურად ეს არის, რასაც სამეცნიერო ლიტერატურაში თქვა პოლიტიკური კულტურა ერქვა ხოლმე, ხა დღეს უფრო ესე პოლიტიკურ კულტურაში გულისხმობენ ხოლმე, რა ვიცი, თქვა რომელიღაც ქვეყანაში არის კოალიციური მართლობის კულტურა, რაღაცა არჩევნებში ესა და ეს რაღაც ტენდენციები და ეს, ხო, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ აი ეს მთელი ეს კულტურის სფერო, ხო, რაც თქვით, ხო, ეს ენა, ხო, საზრისის ძიება, ხო, ზოგადად ორიენტირება, რაღაც ტიპის ჰორიზონტის ოფიტყოლობის წარმოქმნა, ხო, და ამაში როგორც ცდილობს ადამიანი თავის პოვნას და არტიკულირებას, ხო? რომ აი ეს არის ფუნდამენტური ნაწილი იმისა, თუ როგორ ცდილობდნენ, თქვათ, იგივე ეს ჩვენი აქტივისტები, რევოლუციონერები თავიანთი დავარქვათ, ხო, ძალაუფლების გამყარებას, ხო, იმის დაფუძნებას, თუ აი რატო უნდა ყოფილიყო, თქვათ, ხო, მოწყობილი საზოგადოება ისე, როგორც ეს მათ თავიანთი ამ რაღაცა სოციალისტური იდეოლოგიით წარმოედგინათ, ხო? და ეს არის თქო პოლიტიკური კულტურა ამ შემთხვევაში გულისხმობს ყველაფერი იმას, რაც ჩვენ გვანახებს რა პირობებში შედგა მაგალითად ეს პირველი დიდი შეხვედრები, ეს რაღაცა ალიანსი, რომელიც შედგა იმ გლეხობასა და აი ამ რევოლუციონერ ინტელიგენციას შორის მაგალითად, ხო? რა ფორმები მიიღო ამ ყველაფერმა, ხო? და მოგვიწევს აი გავშიფროთ ეს ფორმები, რომლებიც დღეს აშკარად ესე თავისთავად მარტივი აღსაქმელი აღარ არის, ხო?
ხო, აი მაგალითად ელემენტარული მაგალითი რო ავიღოთ, ისევ და ისევ 1918 წელი და ეს დამოუკიდებლობის მოპოვება, რაც თითქოს თავისთავად ცხადი რაღაცაა, ხო? ანუ ვიცით ყველამ, ხო, რაც მოხდა, ხო? და თითქოს ვიცით რა იგულისხმება სახელმწიფოში, დამოუკიდებლობაში და ასე შემდეგ, ხო? აბსოლუტურად იკარგება ამის მიღმა მათ შორის სამწუხაროდ ისტორიკოსებთანაც მთელი ის კამათების, პოზიციების შეუთავსებლობა, ის რაღაცა ხახუნი, ხო, და ის დაძაბულობა, წინააღმდეგობრიობები, რომლებიც არსებობდა მთელი იმ პირველი რესპუბლიკის მანძილზე, იმის თაობაზე თუ საერთოდ რას ნიშნავდა ან რესპუბლიკა, ან სახელმწიფო, ხო, ან იგივე კონსტიტუცია, რა ვიცი მე, ანუ ყველაზე ესეთი თითქოს რომ აი უბრალოდ რომ ხმარობთ ესე, ხო, ამ ტერმინებს, ხო, ანუ აი ეგ მაგდონეზეც კი ყველაფერი იყო ცოცხალი კამათის საგანი, ხო, და ანუ იყო და რამდენადაც იყო კამათის საგანი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანუ 26 მაისს უბრალოდ კი არ დაფუძნდა ეს სახელმწიფო, ხო? და აი ამითი ეს რაღაცა ეს ლეგიტიმაცია მოიპოვა, ხო? და ამაზე რაღაც შედგა ამ რელსებზე და მე წავიდა, ხო? უკვე აბსოლუტურად ლიწინ და რა, ანუ აი ეს თელი მუდმივი კამათი, რომელიც გასდევს მთელ აი რესპუბლიკის პერიოდს, გვაჩვენებს, რომ ეს დაფუძნება და ეს ლეგიტიმაციის ძიება იყო მუდმივი უწყვეტი პროცესი, ხო, რომელშიც ყველა ამ ტერმინს სხვადასხვანაირად გულისხმობდა, ხმარობდა, მობილიზებას უკეთებდა რაღაცა ამ კამათის სიტუაციებში, იქით მემარჯვენეები, იქით მემარცხენეები და ასე შემდეგ, ხო, მე თქვათ გააჩნია იქ როდის ვის მიემართებოდა თქვათ რაღაცა, თქვათ სიტყვას თუ წარმოთქვამდა ან ჟორდანი ან ვიღაცა, ხო, ვინ იყო ნაგულისხმევი პუბლიკის სახით, ხო, ვისაც თქვათ უნამიოკებდა როგორც სიტყვიან კარგი ქართულით, ანუ ძალიან ესეთი მანდ ძალიან დინამიკური სიტუაცია არის, ხო, და მგონია რომ საინტერესო იქნება რომ აი ეგრე ავამღვრიოთ, ასე ვთქვათ, ის რაც შეიძლება გვეგონოს რომ თავისთავად ცხადი იყოს, ხო? ან აი თქვათ აი ჟორდანია რო კითხულობს მაგალითად 1918 წლის აგვისტოში თავის ფუნდამენტურ მოხსენებას, ხო, იმაზე თუ როგორ უნდა დააფუძნონ სოციალ-დემოკრატებმა სახელმწიფო, ხო? იქ რაღაცა იმდენნაირი, აი დღეს უკვე რო დაგეზარება და რო ვერ წხვდები რატომ და ჩაყვე რაღაცა ისეთი, იქ რაღაც მარქსისტი ავტორები არიან, იქ რაღაცა ისტორიული მაგალითები და ანალოგიებია, რომელსაც ვერც კი ხვდები საერთოდ რა ფუნქცია აქვს, ასე ვთქვათ, ხო? და აი მაგ რაღაცა მაგაში მინდა რომ ეგეთ რაღაცებში მინდა რომ შევყვეთ ხოლმე, ვთქვათ, ხო, ამ ჩვენს პერსონაჟებს, რომ უბრალოდ ელემენტარულად რა იყო მათი ლოგიკა, ეგ მოვიხელთოთ, ხო, რომ მე რაღაცა ცარიულ ადგილას ჩვენი გადასახედიდან რაღაც პრეტენზიები არ წავუყენოთ ისევ და ისევ ამ ხალხს, ხო? პრეტენზიები, რომლებიც არა რელევანტური არის საერთოდ, ხო? და აი აქ შემოდის სწორედ აი ეს ცნებების ისტორია რო ვახსენე, ეგ მიდგომა, ხო? ეს რასაც conceptual history ან რაღაცა history of concepts ქვია, ხო? როგორც რაღაც ცალკე დარგი, ხო? რომელიც მუდმივად ცდილობს რომ აჩვენოს, თქვათ, აი ის ტერმინები, რომლებიც გვეცნობა, ხო? რესპუბლიკა, სახელმწიფო, რა ვიცი, რევოლუცია, დამოუკიდებლობა, ეროვნულობა და ასე შემდეგ, რომლებიც გვეცნობა, მათ აი ხო თქვათ, აი ჟორდანია რომ მათ რო ხმარობს, აღადგინოს ის კონტექსტი, რომელშიც ეს ცნებები რაღაცა სრულიად სხვანაირ დატვირთვას იძენს განსხვავებულს იმისგან, როგორც წესი შეიძლება ჩვენ ხმარობდეთ, ხო? და აი ეს რაღაცა გაუცხოების ეფექტი შემოაქვს, ხო? რომ ანუ იდეაში შენ ქართულ ენაზე კითხულობ რაღაცას, რაც სრულიად გასაგებია, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ეს გასაგებობა გარკვეულწილად ილუზორული არის, ხო? იმიტომ რომ გაკლია იმ კოორდინატების აღქმა, რომელშიც აი ეს ცნებები თავის სრულიად სხვანაირ დატვირთვას და ფუნქციას იძენს, ხო?
ხო, და მაგალითად, ანუ იმიტომ რომ ერთი ძალიან ისეთ მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, ხო? აი ვალიკო ჯუღელი სახალხო გვარდიის ცნობილი მეთაური, რაღაცა მომენტში დამფუძნებელ კრებაში მორიგად შევარდნილი არის და რაღაცას ღაღადებს და ნერვებს უშლის იმ დეპუტატებს და აი ესეთ რაღაცას ამბობს, რომ ფრაზის შუა ამოვგლიჯე, რომ საქართველოს რესპუბლიკას, რომელიც მომწყობდეულია დემოკრატიული სახელმწიფოს ფარგლებში. ხო და არ ვიცით ხო თქვენი არ ვიცი და მე ხო რაღაც მომენტში გაერორებს ასე ვთქვათ ხო იმიტომ რომ რაღაცა ისეთი კომბინაცია აბსოლუტურად ნაცნობი სიტყვების ხო რომ ცოტა გაუგებარი ხდება რაზე არის საერთოდ საუბარი თუ მართლა არ მოახერხე და არ გაშიფრე არ გაყევი რაღაცა იმ ნაკვალევებს ხო აი იმ რაღაც იმ კოორდინატთა სისტემისა რომელშიც თქვა ვალიკო ჯუღელი ახერხებს რომ აი ესეთი რაღაცა წარმოთქვას და ამას კონდეს რაღაცა გარკვეული აზრი ხო იმ იმაში ხო იმ ლოგიკურ ჩარჩოში და იმ კოორდინატთა სისტემაში და თან ეს გასაგები იყოს რასთავარია მთელი იმ დარბაზისთვის ხო რომელიც არის წარმოდგენილი ხო იქ იმ დამფუძნებელი კრების დარბაზში ხო და აი ესეთ რაღაცეებთან აი რაღაც კედელივით რო შეეტაკები ხო ესეთ რაღაცეებს გარკვეულწილად ეს გაუცხოების ეფექტი რო გემართება ხო ეს პრინციპში ჩვენც გვეხმარება იმაში რომ ცოტა უკეთ გავიგოთ მე ჩვენ რა გვინდა და ჩვენ რას გულისხმობთ თქვა და აი დღეს ჩვენ ხო გინდ საქართველოში გინდ რესპუბლიკაში და გინდ ხო დამოუკიდებელ სახელმწიფოში ხო ისე რომ ზედმეტ რაღაცა იმას ზედმეტ პრეტენზიებს აღარ გამოთქვათ მე რომ აი ჩვენც იგივე გვინდათ რაც იმათ უნდათ და ასე შემდეგ ხო მან უკეთ ვიგებთ ჩვენ რა გვინდა ხო რაც შეეხება ხა საწყისებს უშუალოდ საწყისების ცნებას ხო ახლა ნუ ესეც ბევრნაირად ვიგულისხმე, ხო? და ერთის მხრივ, ნუ ძალიან ისეთ კლასიკურად ნიშნავს, თქვა, ყველა იმ რაღაც ინტელექტუალურ წყაროს, იმ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ კონტექსტს, ხო, რომელშიც იზრდებოდნენ, რომელშიც ოპერირებდნენ, ხო, ეს 1890-იანებიდან, ხო, ადრეულ მე-20 საუკუნემდე ეს მოღვაწე ჩვენი პერსონაჟები, ხო? და ეს არის მართლა ეს ერთობლიობა მთელი აი იმ გრძნობელობების, იმ სიმბოლოების, აზრების, ხო, წარმოდგენების, რაც მაშინ ჰქონდათ და როგორც ფიქრობდნენ და განიცდიდნენ, ხო? მაგრამ საწყისებს, ხო, აქვს მეორენაირი დატვირთვაც შეიძლება ითქვას, ხო, რომელიც გარკვეულწილად გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვეხებით რაღაცა ისეთ მოვლენებს, ან ისეთ ფიგურებს, ხო, აი ნინოშვილი ვახსენეთ მაგალითად, ხო, რომელშიც ჯერ ეს ერთი თვითონ აი იმ კონკრეტულ იმ მოვლენაში ან პერსონაჟში უკვე არის რაღაცა წარსული, აწყო, მომავალი, გადახლართული რაღაცნაირად, ხო? მე ამას ემატება ის თუ როგორ გაიაზრებენ მომავალი თაობები ამ პერსონაჟს, მოვლენას, ტექსტს თუ ასე შემდეგ, ხო? და მე არის კუთვნილ ჩვენ დღევანდელი მემკვიდრეობა უკვე, ხო? დღევანდელი, თქვა, მიხსენების პოლიტიკა, რომელიც კიდე რაღაცა სხვანაირად ან იხსენებს, ან ივიწყებს, ან ორივე ერთად და რაღაცა ერთიან ხლარწს ქმნის, ხო? რომელშიც ანუ აი ის შესასწავლი ობიექტი, რაც გვაქვს, ხო? იქნება ისე და ისე ნინოშვილი თუ რა ვიცი მე პირველი რესპუბლიკა აღმოჩნდება, რომ არის არა უბრალოდ რაღაცა ქრონოლოგიურად, კონკრეტულად იმ წლებში მოთავსებული უბრალოდ ობიექტი, არამედ რაღაც თავისსავე ორბიტას წარმოქმნის თავისივე თავიდან, ხო? რომელიც იმის და მიხედვით თუ ვინ, როდის, როგორ იხსენებს, ვინ, როდის, როგორ ლაპარაკობს მასზე, ხო? ყოველ ჯერზე ხელახლა უწევს, რომ მართლა დააფუძნოს თავის თავი, ხო? ხელახლა წარმოშვას რაღაცა ის თავის საწყისი, ხო? ანუ ის ხელახლა დააფუძნოს ის თუ რა დაიწყო, მაგალითად პირველი რესპუბლიკით, ხო? ან როდის დაიწყოს პირველი რესპუბლიკა, ხო? ან თქვა რა დაიწყო ნინოშვილის ლიტერატურით, ან რა დაიწყო ნინოშვილის გარდაცვალებით, ხო? ან საერთოდ დაიწყო კი რამე, ხო? ან როდის დაიწყო მესამე დასი, ხო? როცა თქვა იქ პირველი ყილოა მოაწყვეს ყვირილაში თუ დაკრძალვაზე თუ ასე შემდეგ, ხო? და ეს საწყისები, ხო? ძალიან ესეთი რთულად მოსახელთებელი და ამ ბევრი დროის მორევში გახლართული რაღაცა
გამოდგება, ხო, ეხლა ცოტა ფილოსოფიურ ჩავხუჭე, მაგრამ მე მგონი არა უშავს, იმიტომ რომ აი რო ქრონოლოგიურად რო შევხედოთ, ხო, გვაქვს ძალიან კონკრეტული სამნაირი დასაბამი, ასე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ მთელი ამ კურსის მსვლელობისას შევეხებით, ხო, და თან მიყვებით ძალიან ისე მართლაც კლასიკური ქრონოლოგიის რიგითობით, ხო, რომ ეს არის პირველ რიგში თქვათ იქ ეგნატე ნინოშვილი, თავისი ლიტერატურით, ხო, თავისი გარდაცვალებით, რაც, ხო, ფუძემდებლური გამოდგა მესამე დასისთვის, იქვე არის მე თქვა ნოე ჟორდანია, რომ იწყებს უკვე თავის პირველ თეორიული ტექსტების წერას, კამათი რო იწყება ილიას ბანაკთან და ასე შემდეგ. მერე ხდება უკვე ეს გურის, გლეხობის აფუსფუსება, ხო, 1905 წლის რევოლუციის გარიჟრაჟზე, ასე ვთქვათ, დიდება ეს რაღაცა ფიცი პირველი 1902 წელს, რომელშიც ეს სოციალ-დემოკრატი ინტელიგენციაც მონაწილეობს, რა დაიფიცეს, ვინ დაიფიცა, ძალიან ორაზროვანი რჩება იმის და მიხედვით ვინ როდის ყვება ამ ამბავს, ხო, მაგრამ ნუ ერთი პირველი დიდი ალიანსი არის, ხო, ამ სოციალ-დემოკრატებს და აი ამ თითქოს მარქსისტები, მარქსისტი რევოლუციონერებისთვის სრულიად არარელევანტურ აი ამ გლეხთა კლასს შორის, ხო? და მე არის უკვე რევოლუცია და პირველი რესპუბლიკა, ხო? და შემდგომი პერიოდი, რომელიც უკვე მთლიანად განსაზღვრულია პრინციპში ან დამოუკიდებლობის დაკარგვით, ხო? და ვთქვათ ემიგრაციაში წასვლით უკვე როგორც რაღაცა სუვერენული სახელმწიფოს და იმ სუვერენიტეტს წართმეული სახელმწიფოს მთავრობის, ხო? ანუ პრინციპულად მანდ არაფერი აღარ იცვლება, იმიტომ რომ სახელმწიფო როგორც რაღაცა ყველაზე ფუნდამენტური მოცემულობა არის, ხო? ანუ არის უკვე და ეგ არ იცვლება, ხო? და ამბავი არის ის, რომ ანუ აი თვითონ სოციალ-დემოკრატებიც როცა იხსენებენ, თქვათ, მოგვიანებით, ხო, აი თავიანთი აი განვლილი რაღაცა 30-40 წლის ისტორიას, როგორც წესი, აი ეს სამი მთავარი დასაბამი ფუძემდებლური წერტილი არის ხოლმე, რასაც ახსენებენ, ხო, მაგრამ აღმოჩნდება, რომ დავაკვირდებით, ხო, რომ შევალთ მე, ხო, აი რაღაცა აი თითოეული ეპოქის განსაზღვრულ რაღაც დოკუმენტებში, ხო, და რომ ჩავეძიებით უკვე, ხო, უფრო კონკრეტულად, არც ერთი ეს დასაბამი რაღაცა ბოლომდე სრულად არ ებმის ერთმანეთს, ყოველი მათგანი ყოველჯერზე რაღაცა კიდე ახალ პრობლემებს წარმოქმნის, ახალი საწყისები იქნება, რომელიც ერთმანეთთან რაღაცა მწყობრ ლოგიკურ ჯაჭვს რეალურად არ ქმნის, ხო? და თითოეული შიგნითაც კიდე მრავალნაირი დასაბამი არის, ხო? თქვათ, ანუ პირველ რესპუბლიკაში რო გონია, რომ 26 მაისს რაღაც დაფუძნდა, მერე ამას მოყვება ჟორდანიასის ტექსტი, რომელიც ვახსენე, რომელიც საერთოდ სხვა რაღაცას შვრება, დამფუძნებელ კრებაში მერე ისეთები ითქმება, რომ საერთოდ კიდე რაღაცა სხვანაირად ლაგდება სიტუაცია და ეს მუდმივი რაღაცა მორევი არის, როგორც უკვე ვთქვით, ხო? ისე რომ ეს რაღაცა ერთიანი, ერთმნიშვნელოვანი რაღაცა საწყისი, რომელიც აფუძნებს ყველაფერს და გარკვეულს ხდის, არ გვაქვს, ხო? ხო, მით უმეტეს, რომ თან მუდმივად უქმედებს ეს ხო, და რაღაცა მართლა ნაკვალევების ხლართი უფრო გამოდის, ხო, ეს საწყისები, ვიდრე რაღაცა ეს კონკრეტული ერთი თავურ წყარო, რომლიდანაც ყველაფერი გამომდინარეობს, ხო? ეს შეგვიძლია ვთქვათ. და ხო, ანუ ერთის მხრივ რო არის, ეს თითქოს სრულიად ესეთი უმციკლო ქრონოლოგიური წყება, ხო, რომელშიც შეგვიძლია დავალაგოთ და მართლაც მოგვიწევს, ხო, რომ მეტნაკლებად ეგრე მიუყვეთ, ხო, ჩვენს თხრობას. მეორე მხრივ არის აი ეს ჯოჯოობა, რომელიც ხო, ანუ რაღაცნაირად თითოეული აი ეს საწყისი, რომელიც ვახსენეთ, ხო, თითოეული დასაბამი რაღაცნაირი კონცენტრული წრეწირი არის, ხო, რომელიც ხო გადადის ერთი მეორეში, რომელიც თავიდან ყოველჯერზე რაღაც ახლებურ სურვილებს, ახლებურ ჰორიზონტებს წარმოშობს, რომელთაც თავის მხრივ ხო მერე უქმედებას უკეთებს მომავალი მოგვიანო თაობების მეხსიერება, ხო, და ყოველჯერზე ხელახლა გადახარშავს და რაღაცა ახლებურად გადმოალაგებს, ხო?
ეს შეიძლება ითქვას აი ამ ჩვენს მთლიან ამოცანაზე, ხო? და ნუ ძალიან იმის გამო რომ ესეთი პრეტენზიულები ვართ და ესეთი არაორდინალურები, ხო? ნუ ძალაუნებურად საკმაოდ ფრაგმენტული ეპიზოდური ხან ანეკდოტურიც კი იქნება ეს ჩვენი თხრობა, ხო? და ბოთ სულ შეგვხვდებიან თქვა რაღაც პერსონაჟები, მოვლენები, რომლებიც ერთგან ხო, ამოყოფენ თავს და მერე თქვა ჩაყვინთავენ, მერე თქვა რაღაც უფრო მოგვიანო ეტაპზე ისევ წამოყოფენ თავს, ხო, თქვა და ნინოშვილის აღწერილი გლეხები სულებ ჩამდგომარეობაში უცებ აღმოჩნდებიან მოწინავე რევოლუციონერი პოლიტიკური სუბიექტები ცნობილი გურიის რესპუბლიკის პერიოდში, ხო? ან თქვა ჯორდანია რაღაცებს რო წერს, თქვა 1917 წლის რევოლუციამდე, მე აბსოლუტურად სხვანაირად ამუშავდება უკვე 1918 წლიდან, იმიტომ რომ სრულად სხვა მოცემულობა დგება, ხო? სახელმწიფოს სახით, ხო? ხო, ასე რომ მოკლედ ესეთი სამუშაო გველის. ზოგადად ხა გეგმას რაც შეეხება, ხო? ამ შესავლის ჩათვლით 11 ლექცია ვიგულისხმე, ხო? და პირველი ანუ ორ ნაწილად მინდა რომ დაიყოს, სადაც პირველი 5 ლექცია, ანუ შემდეგიდან პირველი 5 ლექცია მოიცავს აი 90-იანი წლებიდან 17 წლამდე, ხო? რევოლუციამდე პერიოდს. მერე მოგვიწევს ორკვირიანი პაუზა, იმიტომ რომ ორი კონფერენცია მემთხვევა და ერთდროულად ლექციების მზადებას და ორი მოხსენების მზადებას ნამდვილად ვერ მოვახერხებთ, მაგრამ კარგად ლაგდება, რომ მერე სწორედ უკვე მაისის შუიდან გავაგრძელებთ უშუალოდ პირველი რესპუბლიკის და მეტნაკლებად ცოტათი უკვე რესპუბლიკის შემდგომი პერიოდის შესახებ საუბარსაც, ხო? და თქვა პირველ ნაწილში შევეხებით პირველ რიგში ამ ნინოშვილის აი ფუძემდებლურ ფიგურას, იქ ჯორდანიას დისკუსიებს, ხო? თქვა პირველი თეორიები რაც ჩდება მესამე დასის წიაღში აი გურიის რესპუბლიკის ცნობილ პერიოდს რა ტიპის სახალხო პოლიტიკის რეფორმები აღმოცენდა, თქვა ეს ინტელიგენცია როგორ მიემართებოდა, თან რო დისტანცირებული იყო, თან რო ცდილობდა მასთან ურთიერთქმედებას, ხო? რა მასალა გვაქვს, რომ აღვადგინოთ საერთოდ ეს განსაკუთრებით ეს სახალხო ფორმები, ხო, რომლებიც როგორც წესი ნაკლებად შემოგვჭება ხოლმე ისტორიულ არქივში, ხო? და მეორე ნაწილში უკვე აი ეს რაღაცა მუდმივი ყოველჯერზე ახალ-ახალი, ასე ვთქვათ, რაზგონით დაფუძნებული ეს რესპუბლიკა, სახელმწიფო, ხო? რევოლუციაში დაფუძნებული თუ რევოლუციისგან განცალკევებით და ეს მუდმივი დისკუსიები და მუდმივად ცვალებადი, ასე ვთქვათ, პარამეტრები, რაშიც იაზრებდნენ აი იმ რესპუბლიკურ პროექტს, რომლის შუაგულშიც იმყოფებოდნენ, თქვა ჯორდანია, ვალიკო ჯუღელი და სხვა მაშინდელი პროტაგონისტები, ხო? ეს იქნება ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, თემები. იდეაში ყოველი ლექციისთვის მე გამოგიგზავნით ხოლმე რაღაცა მასალას და ვისაც ექნება დრო და სურვილი შეუძლია წაიკითხოს, თუმცა მინდა რომ მაქსიმალურად ხელშესახები იყოს, ხო? ეს ჩვენი დისკუსია და მართლა კონკრეტული ცოცხალი რაღაცა მაგალითებიდან ამოვიდეთ, ხო? მაგრამ ნუ მესმის თუ ხა დროც არ გექნებათ და თქვა არც სამუშაო არ უწყობს ამას ხელს და არც არსებული ვითარება ზოგადად ქვეყანაში და მე ვეცდები მაქსიმალურად ისე შევკაზმო ხოლმე ეს ლექციები რაღაცა ყველაზე საკვანძო ამონარიდებით და ხო ციტატებით და აი დოკუმენტების ხო რაღაც ამონარიდებით რომ მაქსიმალურად მართლაც რაღაცა ესეთი ცოცხალი სურათი წარმოგიდგეთ აი იმისა რასაც თქვა პოლიტიკური კულტურა დავარქვი ყველაზე ზოგადი სახით, ხო? ნუ იდეაში თუ რაღაცა ძალიან გაგვიტყვა და რაღაცები საჭირო გახდა, შეიძლება, ხო, 1-2 ლექციის
ის ვთქვათ მიმატებაც, ვნახოთ როგორ წაგვივა საქმე, არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ეს კარგად დაჯდა ახლა ეს სიმეტრია. მე მგონი 1 საათში თან ჩავეტიეთ მეტნაკლებად, ხო? რაც თუ რამე კითხვები, კომენტარები, რაღაცა სურვილები, შენიშვნები, რამე თუ არის, რამე ძალიან გაუგებარი თუ იყო ახლა ეს ამდენი თეორიული ესინი რომ გაკვანძვები რომ ვაკეთე სიამოვნებით გავაგრძელებ თქვენთან დისკუსიას. კითხვა მე დავსვა ამ ლექციის ციკლის რელევანტურობაზე დღევანდელობასთან, იმიტომ რომ სადღაც იდეა და ამოსავალი წერტილი ამ სალექციო კურსის იყო იდეაში ეს რელევანტურობის დანახვა, ხო, დღევანდელ პროცესებთან. და აი მეც ზოგადად ბევრს ვფიქრობ ხოლმე როგორც ისტორიკოსი, მაგალითად, რა არის ის პარადიგმები, ან ის ფორმაციები, რაც გარკვეულ მოვლენებს, წარსულში მომხდარ მოვლენებს განსაკუთრებულად რელევანტურს ხდის დღევანდელობასთან. და ნუ ფაქტიურად რაღაცა 3 ტიპის რელევანტურობების ხაზებამდე მივედი, მე არ ვიცი, შეიძლება დაამატო. ნუ ერთი არის ეს რაღაც ტიპის ინსტიტუციური მეხსიერებით მოტანილი რელევანტურობა, ხო, რაღაც ტიპის ინსტიტუციები, სახელმწიფო იგივე, ან რაღაც ტიპის საზოგადოება, რაღაცაები რა, ფაქტო ინსტიტუციები, რომლებსაც ეს ეკომო აქვს წარსულის და ამ დღევანდელობაში განსაკუთრებით ხელშესახებს ხდის ამ ეკოს, ხო, ეს ერთი ხაზი შეიძლება იყოს. მეორე ხაზი არის შეიძლება ეს იყოს რაღაც ტიპის მატერიალური და სოციალური გარემოებები და ფაქტორები, ხო, რომელიც გარკვეულად ემთხვევა იმ წარსულს და დღეს იგივე ტიპის კონფიგურაცია ლაგდება გარკვეულწილად და ეს ხდის ამ წარსულ მოვლენას რაღაცნაირად რელევანტურს და მესამე ეს რაღაც White-ის თეორია რაღაც ტიპის ხალხი რომ მიდის რაღაც კოლექტიურ რაღაც ტიპის შეგნებამდე ხო რაღაც ინტელექტუალური საერთო ინტელექტუალური გაზიარებამდე რაღაც მოვლენისაც უნდა მოხდეს, რაც უნდა შეიცვალოს, ხო, რაღაც გარდამავლობის სიტყვაზე. აი ეს 3 არის, ანუ შენი აზრით, აი რა არის ის, რაც მაგალითად აი ამ პერიოდს კონკრეტულად ამ მოვლენებს დღეს დღევანდელობაში აი ამ შეიძლება დაამატო შენ კიდე რაღაც, შეიძლება თანაკვეთ ამ ყველაფრის რა, არ ვიცი. შენ როგორ ხედავ ამ ყველაფერს? ეს ერთი კითხვა, რაც მინდოდა დამესვა და მეორე კითხვა ხა მაინც გვინდა არ გვინდა ისტორიკოსებს გვიყვარს ეს კაუზალობის ამბებიც, ხო? აი, რამ გამოიწვია და დღეს რა იქნება ის, რაც ამას გამოიწვევდა? რომ თანასწორობა და თავისუფლება აი ესე მჭახეთ დადგა მაშინ დღის წესრიგში და დღეს რა შეიძლება ყოფილიყო ის, რაც თანასწორობის და თავისუფლების კვლავ ჭახეთ, ანუ რაღაც ტიპის კაუზალობის დაჭერა თუ შეიძლება, რაც ხალხებაც გახდის, მაგალითად რა. ხო. დიდი ისინი არის და პრინციპში ანუ ყველა ის საკითხი, რომელიც რაღაცნაირად მთელი ამ კურსის ფარგლებში სადღაც ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე, ხო? სხვადასხვა ეპიზოდებში. იმიტომ რომ ერთი მართლაც არის ეს ინსტიტუციური მეხსიერება, რომ აი ეხლაც გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო, პოსტსაბჭოთა და მან თქონდა პირველი მოდერნული ტიპის მცდელობა, ხო, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის საბჭოთამდელი, ხო? თავისი მთელი მსგავსებებით დაწყებული იქიდან რომ, რა ვიცი, ხო, დემოკრატიული საპარლამენტო სისტემა უნდა ყოფილიყო, პარლამენტი ჯერ არ იყო დამფუძნებელი კრება, კი არ ქვემო ხოლმე პარლამენტს, მაგრამ არ იყო ეს პარლამენტი, ხო, კლასიკური გაგებით, უნდა მერე არჩეული იყო პარლამენტი, როცა კონსტიტუციას მიიღებდნენ. ხო, არის ეგ და ამიტომ რაღაცა უშუალო მსგავსება და მართლა შეგიძლია უბრალოდ შეადარო, რომ აი ეს ყველაზე კლასიკური დემოკრატიული სტრუქტურები მაშინ როგორ ფუნქციონირებდა, ეხლა როგორ ფუნქციონირებს, ხო? თვითმმართველობა გინდა მთავრობის მოწყობა თუ სხვა. მეორე აი ეს რაც სახსენე, ხო, ეს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის განლაგება და კონფიგურაცია, ხო? მანდაც, ნუ კი შეიძლება რაღაცა
ერთის ხრივ ძალიან ზერელეთ ხა მაგასაც ნახავთ ხო იქით ლექციებზე, ანუ აი მართლა ხა დღეს ძალიან ბევრს აქვს ნინოშვილს რო ახსენებ ანუ დღეს რა ტიპის მართლა სიბეჭავესაც ვაწყდებით ხოლმე ძალიან ხშირად ჩვენს ყოფაში ხო აი მართლა ნინოშვილის ლიტერატურიდან გადმოხტარი პერსონაჟები გეგონებიან ხო ანუ იმდენად რაღაცა განცდის დონეზე აი აურის ატმოსფეროს დონეზე იგივე სიტუაცია ან თუნდაც თქვა ის რაღაცა შემხუთავი ძალაუფლებრივი ველი რომელშიც თქვა აი ეს ყველაზე ჩაგრული ადამიანები ითრგუნებიან ხო ერთი ეგ მაგრამ მეორე ასევე ის რომ დღესაც რა თქმა უნდა ძალიან წავედ დგას აი ეს რაღაც გათიშულობის საკითხი აი ამ ყველაზე დაქვემდებარებულ ფენებსა და თქვა იმათ შორის ვისაც აქვს ფუფუნება თუ უნარი თუ გამბედაობა თუ სურვილი რომ რაღაც აქტიური იყოს და რაღაცნაირად შედგეს ხო ეს შეხვედრა აი ამ ორ ჯგუფს შორის ხო იმისთვის რომ საერთო ძალებით რაღაცა უკეთეს მიაღწიონ ხო მათ შორის ის რომ რაღაცას ერთიანი შეგნება შედგეს ხო საერთო ენა გამოინახოს და ასე შემდეგ ხო რაც ნუ რა ვიცი დღეს გასაგებია პოლარიზაცია ესა ხო რა მაგ კონტექსტში განიხილება ეს ყველაფერი ხო მაგრამ მაშინაც ნახავთ სწორედ ხო ნინოშვილის გარშემო ეგ იქნება მთავარი ჩვენი ლაიტმოტივი რომ რას ნიშნავს რა არის ვინ არის ხალხი და როგორ რა არის მე ეს მიმართება რომელიც არსებობს ხალხსა და აი ეგრეთ წოდებულ ინტელიგენციას შორის რომელიც ამ ხალხზე წერს ხო ან თქვა ხალხში მუშაობს და მე რაღაცა მისთვისვე მოულოდნელი შედეგებიც დგება რეალურად ან ყველაზე ესე რა პოლიტიკურ დონეზე ყველაზე რა თქმა უნდა სასარგებლო ალბათ და შთამაგონებელი გარკვეულწილად ხო მთელი თავისი არ შთამაგონებელი არა იმიტომ რომ იმისთვის რომ გადმოვიღოთ და დავაკოპიროთ ხო მაშინდელი მოდელი არამედ მართლა კრიტიკული გააზრებისთვის ხო კრიტიკულად შეჭიდებისთვის აი მაშინდელ მოდელთან მართლა ყველა შთამაგონებელი არის დემოკრატიის ან იგივე თქვა ხო წარმომადგენლობითობის ხო რეპრეზენტატიული დემოკრატიის ის ფორმა რომელიც მაშინ ჰქონდათ ხო სუვერენიტეტის გაგება რაც მაშინ ხელმწიფება რასაც ერქვა ხო მე კონსტიტუციაში სუვერენიტეტის გაგება რაც მაშინ ჰქონდათ ხო და თუნდაც ის რაც დღესაც ასევე ძალიან აქტუალურია ხო ეს სოციალურ თემატიკასა და თქვა წმინდად პოლიტიკურ უფლებებს შორის აი ეს ორი ფენა რო ეს ორი ხო ქანები როა რომლებიც ერთმანეთს მუდმივად მაშვება ხო ეხახუნება ხო აი ამ ორ თქვათ ტენდენციას შორის რა მიმართება არის და ვინ როგორ იაზრებს ამ ტენდენციას ხო მაგაზე დაფიქრება შეიძლება ძალიან ნაყოფიერად თუ შევხედავთ თქვათ როგორი იყო მაშინ ხო დისკუსია და თქვათ საზოგადოებრივი პროცესი ხო და დანარჩენი ნუ ეს კაუზალობა მართლა რა თქმა უნდა და კაუზალობა სწორედ ის არის რაც იდეაში ამ კურსის ფარგლებში ყველაზე ტაბუირებული თემა არის ხო იმიტომ რომ ეგ არის სწორედ ის რაც მართლა ესეთ ისტორიკოსების საქმე ხომ და რომელსაც მართლა ჭირდება რომ იმდენად ხო ყოვლის მომცველი აღწერა გააკეთო ყველანაირი ფაქტორის ხო რომელიც მერე ასე ვთქვათ მოგცემს იმის მეცნიერულად გამართულ ლეგიტიმურ უფლებას რომ შენ თქვა რომ აი ამ ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია რა ვიცი ის რაღაცა აფეთქება რომელმაც მერე თქვა ერთის დაასუსტა მეფის ხელისუფლება მეორეს მხრივ რაღაცა აღძრა ხალხი ხო და მივიღეთ რაღაცა 1907 წლის თებერვლის რევოლუცია რაღაცა ეგეთი ხო მაშინ როცა ჩვენ შემთხვევაში აი კაუზალობაზე მეტად ისევ და ისევ შეიძლება ანუ ის კითხვა რომელსაც ის საკითხი რომელსაც ჩვენ დავსვამთ არის არა გამომდინარეობა იმდენად ხო აი რაღაცა რომელიღაცა
ხო 1916 წელს არსებული რაღაცა მდგომარეობების ერთობლივი ჯამური შედეგი რო არის 1917 წლის თებერვალში მომხდარი რაღაც კონკრეტული მოვლენა მაგალითად ხო ეგეთი რაღაცა კი არა არამედ ისევ და ისევ ეს პრობლემურობა ხო პრობლემის ცნება რო ვიხმარე ხო ანუ რატო არის ის რომ მაგალითად ვერ ვიაზრებთ იმას რატო არ უნდათ დამოუკიდებლობა ჯერ მე რატო იყო რომ სახელმწიფო უნდათ ისეთი როგორიც უნდათ ხო სოციალური ხო თან როგორც რაღაცას რევოლუციის გამგრძელებელი ორგანო ასე ვთქვათ ხო მთელი სახელმწიფოებრივი პროექტი და რატო არის ის რომ ჩვენ გვაკლია ეს გაგება ხო იმისი თუ რა იყო მათი მიზნობრიობა ხო ანუ არა კაუზალობა იმდენად არამედ მათი მიზნობრიობა რა იყო ხო მათი მიზანდასახულობა რა იყო ხო რომელმაც რეალურად მოიტანა ის რომ თქვათ რაღაცა ან უნდათ ან რაღაცა არ უნდათ ან რაღაცა ისეთი სახით უნდათ როგორცაც უნდათ ხო ხო რატო გეუბნება ჟორდანია თქვათ რომ უბრალოდ სახელმწიფო კი არ არის თავისთავად მნიშვნელოვანი არამედ როგორი იქნება ის და რამდენად მართლაც გამოადგება თქვათ იმ ყველაზე დიდ უმრავლესობას ხო თქვათ იმ დემოკრატიულ უმრავლესობას ხო და მაგას მე მთელი ათასნაირი შედეგი მოყვება ხო რომელიც ძალიან კაფიო ძალკე კონკრეტულ კიდე მიმართულებას აძლევს ხო ამ სახელმწიფოს ისეთ როგორც თქვა რა ვიცი ხა დღეს აშკარად არა აქვს ხო ჩვენსას და ანუ აი ეს ხო ამ ხრივ ვიტყოდი რომ ხარო ჩვენს იმას რომ მიყვება ეს კაუზალობა ნაცვლდება აი ამ არ ვიცი ტელეოლოგია დავარქვათ თუ ხო ეს მიზნობრიობა მაგას ხო და ჩვენი ამოცანა ეგ გავიგოთ აღვადგინოთ აი ეგ კოორდინატები რაშიც საერთოდ მოქმედებდნენ რაღაცნაირად ხო იმიტომ რომ ის რომ რაღაცა გამოიწვია ეგ უკვე მართლა ნიშნავს რომ ანუ შენთვის თავარი არის ის რაღაცა შედეგები ხო რომლებიც დადგა ხო ეს ფაქტები ისევ და ისევ ხო რომლებიც შეიძლება არც განზრახული იყო ხო ან სხვანაირად იყო ნაგულისხმები მაგრამ ხო ესე ფაქტობრივ დონეზე მივიღეთ ხო მაშინ როცა თავარი არის რომ თქვა აღწერა მართლა ის მსოფლმხედველობა ის სამყარო ის ორიენტირები რომლებიც რაღაცა მიზნებს ასახინებდა ამ ხალხს ხო და რაღაცა ქმედებებს ადგმევინებდა ხო ეს შეიძლება აი ესე ძალიან სწრაფად რომ იმას გიქნა ძალიან რთულ და ყოვლის მომცველ კომენტარს რო გამოუხმაურო. და ჩავჯექით საათსა 15 წუთში ლამაზად კულტურულად როგორც უნდა ყოფილიყო კიდევაც. ხო, და მოგეთ მეილით შეგეხმიანებით მომდევნო დღეებში და რაღაცებს გამოვაგზავნირო, თქვა ეცლება რომ ჩახედოს შემდეგი ლექციისთვის. აბა. მადლობა დიდი.